დიახ, პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო ამ მოსმენილის შემდეგ. მე წარმოვადგენ კომპიუტერული გრაფიკის და ვიზუალური ეფექტების განვითარების ასოციაციას. ჩვენი დარგი რეალურად აი დღეს მთელი დღეა რეალურად ამ ყველაფერზე ვლაპარაკობ. ჩვენი დარგი არის ხელოვნების, მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების ნაზავი, ასე ვთქვათ, და ბიზნესის. შესაბამისად, ანუ ჩვენი თვალთახედვიდან ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ძალიან ბევრი დარგის განსავითარებლად, იმიტომ რომ ის არის ინსტრუმენტი თითქმის ყველა დარგის განვითარებისა და ყველა დარგს სჭირდება ის. თუმცა თავარი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით თუნდაც სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომ ვილაპარაკოთ, არის ის, რომ ცნობიერებაში არ არის გამჯდარი ის ფაქტი, რომ ჩვენი სექტორი არის ინდუსტრია, ჩვეულებრივი ინდუსტრია, რომელიც აწარმოებს და არის წარმოება. ჩვენს გვაქვს ჩვენი ქარხნები, მაგალითად Disney-ის სტუდია იყო პირველი ქარხანა ჰოლივუდში, რომელიც უშვებდა ანიმაციურ ნაწარმს და ანუ მე მინდა უბრალოდ მე ვისურვებდი, რომ სახელმწიფო უფრო მეტი აქტიური ნაბიჯები გადადგას ზუსტად იმ მიმართულებით, რომ მოხდეს ჩვენი დარგების, მაღალი ტექნოლოგიების დარგების, ინოვაციური დარგების პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის ცნობიერების დონის ამაღლება ზუსტად ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის წარმოება, ეს არის ინდუსტრია, ეს არის ბიზნესი, მეცნიერება, ხელოვნება და ყველაფერი ერთად. და ჩვენი ღრმა რწმენით საქართველოს მართლა აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ კუთხით. საქართველოს არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში ძალიან განსაკუთრებული ადგილის დაკავების პოტენციალი აქვს. იმიტომ რომ ჩვენი აზროვნება რეალურად მიმართული არის ზუსტად ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის მშენებლობაზე და ძალიან გვიხარია ჩვენ რომ ნაბიჯები იდგმება, უბრალოდ ჩვენ როგორც ყოველთვის მაქსიმალისტები ვართ და ვისურვებდით რომ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო აქტიურად ხდებოდეს ეს და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვუსურვებდით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი ასოციაციის თვალთახედვით, ხო, დღესდღეობით ყველაზე დიდი როლი ჩვენი დარგის განვითარებაში სახელმწიფო სტრუქტურებიდან ზუსტად ამ სააგენტომ ითამაშა. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი იმედებს ვამყარებ ჩვენ მომავალზე.